ეს ცუგა სახელად ჯორჯია. ეს კი მისი შვილი დობი. დედაშვილი მარნეულში ერთ-ერთ სასტუმროსთან ცხოვრობდნენ კეთილი ადამიანების იმედად. თათების იმედში გიყვებოდით, რომ სექტემბრის თვეში მარნეულის მუნიციპალიტეტში თათების იმედის ორგანიზებით ჩამოვიდა 10 პოლონელი ვეტერინარი და უფასო სტერილიზაცია, კასტრაცია ჩაუტარა 400-მდე მიუსაფარს. სწორედ ამ საქველმოქმედო აქციის დროს აღმოვაჩინეთ ჯორჯია და მისი შვილი. მარნეულში მიუსაფრებს ძალიან ეშინიათ ადამიანების, რაც მათ დაჭერას ართულებს და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის. ამ ცუგებსაც ძალიან ეშინოდათ ადამიანების და არავის ენდობოდნენ, თუმცა საკვების ხათრით მოგვიახლოვდნენ. თავდაპირველად დედა ცუგას დაჭერას შევძელით და სტერილიზაცია ვაქცინაციისთვის პოლონელ ექიმებთან მივიყვანეთ, თუმცა ლეკვის დაჭერა ვერ მოვახერხეთ, რადგან უფრო მეტად შეეშინდა და დაფრთხა. დედა ცუგას აყვანის სურვილი ერთ-ერთმა პოლონელმა ვეტერინარმა გამოთქვა და სახელიც მან შეურჩია. ჯორჯიამ სტერილიზაციის შემდეგ თათების იმედთან დაიდო ბინა, რეაბილიტაციისთვის და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი საბუთების მოსამზადებლად. ესე გამოიყურება ქუჩიდან შემოყვანილი ძაღლის პირველი დღე სახლში, როდესაც არაფერი კარგი არ უნახავს ადამიანისგან. ჯორჯიას ლეკვი მარტო დარჩა. საცხოვრებელი ადგილი არ მიატოვა. თითქოს დედას ელოდებოდა. სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაციის კამპანიის დასრულებამდე ყოველ დღე ვაკითხავდით მას და ვცდილობდით მისი ნდობა მოგვეპოვებინა. თვენახევრიანი მცდელობის შემდეგ ლეკვი დავიჭირეთ და თბილისში დედასთან ჩამოვიყვანეთ. ლეკვი და დედაძაღლი სოსო ექიმთან მივიყვანეთ შესამოწმებლად. სოსო ექიმმა გვითხრა, რომ დედაძაღლი სრულიად ჯამრთელია და სტერილიზაციის შემდეგ რეაბილიტაცია წარმატებით გაიარა. ძალიან რთული იყო ცხოველებთან კონტაქტის დამყარება, რადგან ხალხის ეშინოდათ, ვერ ხვდებოდნენ თუ როგორ უნდა მოსულიყვნენ ჩვენთან სიახლოვეს. ალბათ ეს გამომდინარეობს იქედან უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მიუსაფარ ცხოველებს მარნეულში. შევამოწმებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ანალიზების გავაკეთებთ. თუ ყველაფერი ნორმის ფარგლებში იქნება, შემდეგ დავგეგმავთ სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაციას, გაივლის რეაბილიტაციას და შემდეგ რა თქმა უნდა მსრუნველი პატრონის მოლოდინში იქნება. ჯორჯიასა და დობის დღემდე უჭირთ ადამიანების ნდობა, თუმცა მოთმინებისა და ზრუნვის წყალობით დაივიწყებენ ქუჩაში ცხოვრების დროს გამოვლილ რთულ დღეებს. თათების იმედში არაერთხელ გვისაუბრია სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ეს არის ერთადერთი ჰუმანური გზა მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად. სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია კი არ არის მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვა. ამ გზით ვზრუნავთ საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ქუჩის ცხოველებთან ერთად თანაცხოვრებას უსაფრთხოს ვხდით. მიკედლებული ძაღლის როლიც ხომ სწორედ ესაა. ჩვენს ქუჩაზე ბინადარ აცრილ გასტერილებულ ძაღლს, რომელსაც რეგულარულად უყვებავთ, რათა აგრესია შეუმცირდეს. ვცრით, რათა დაავადებებისგან დავიცვათ და ასე ვუმსუბუქებთ ქუჩის ცხოვრებას, გვიცავს ჩვენ სხვა ძაღლებისგან, რომელიც შესაძლოა იყოს აგრესიული ან დაავადებული. მიკედლებული ან ჩვენს ქუჩაზე ბინადარი უსაფრთხო ძაღლის გაგდებით ან მოშორებით ვერ გადავჭრით ქუჩის ცხოველების პრობლემას, რადგან გათავისუფლებულ ადგილას აუცილებლად მოვა ახალი ძაღლი, რომელიც შესაძლოა არ იყოს უწყინარი ან უსაფრთხო. ერთად ვიზრუნოთ მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ჰუმანურად შემცირებაზე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზეც. ჩვენ ყველა ერთად თათების იმედი ვართ.